იაირ ლაპიდი მოითხოვს ვადამდელ არჩევნებს და ისრაელის პარლამენტის დაშლას უკვე მომავალ კვირაში. ოპოზიციის ლიდერი ადანა შაულებს ბენიამინ ნეთანიაჰუს კოალიციას ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის წინ წაწევაში, რომელსაც ის უწოდებს მცდელობას, გავლენა მოახდინოს მომავალ არჩევნებზე. ლაპიდმა პარლამენტს განუცხადა, რომ ისრაელმა უნდა აირიდოს კიდევ ერთი ზაფხული კორუფციისა და სიძულვილის ფონზე და დაუყოვნებლივ წავიდეს არჩევნებზე, ნაცვლად იმისა, რომ ოქტომბრის ბოლომდე დაელოდოს. ლაპიდმა ეხლახან რა თქმა უნდა გამოაცხადა პოლიტიკური ალიანსი ყოფილი პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტთან, ახალი ერთობლივი ბლოკის სახელწოდებით ბაიახად, რაც ნიშნავს ერთად. ეხლა თუ კნესეტი მომავალ კვირას დაიშლება, არჩევნები შესაძლოა აგვისტოშივე ჩატარდეს. მეტი რეაქციისა და ანალიზისთვის სასიამოვნოა სტუდიაში მივიღოთ პოლიტიკური ანალიტიკოსი გილ ჰოფმანი. დიდი მადლობა რომ აქ ხართ. პოლიტიკური მანევრები და გაერთიანებები. ეს არის დღის წესრიგი. საოცარი არაფერია, ძალიან ბევრი ცვლილება სავარაუდოდ მოხდება მომდევნო 6 თვის განმავლობაში. ფიქრობთ არჩევნები ადრე ჩატარდება? კარგი ბენიტა, სასიამოვნოა რომ ოპოზიციის ლიდერს სურს ეს ასე მოხდეს. ერთ-ერთი რამ, რაც ჯერ კიდევ გვაქვს იმ დროიდან, როცა ბრიტანეთის იმპერიის ნაწილი ვიყავით, არის ის, რომ ეს ბრიტანეთის პარლამენტიდან გადმოვიღეთ. ოპოზიციის ლიდერის ოფისი ყველაზე შორსაა თავად პარლამენტიდან და მას ყველაზე ნაკლები გავლენა აქვს ძალიან დიდ გადაწყვეტილებებს. ნეთანიაჰუ ამ გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს და ამჟამად ჩანს, რომ მისი ინტერესი ისა, არჩევნები რაც შეიძლება გვიან ჩატარდეს და არა რაც შეიძლება ადრე თუ საერთოდ ჩატარდება. რატომ ასეა? ეს იმიტომ ხდება, რომ მას სჭირდება დაელოდოს რაიმე გამარჯვებას, რაიმე განცხადებას, ან მნიშვნელოვან მოვლენას, რომ თქვას, ნახეთ, წადით არჩევნებზე, მე ვარ თქვენი კანდიდატი. ზუსტად ესეა. მას სჭირდება, რომ ირანი დამარცხდეს ისე, რომ ეს ეჭუქვეშ არ დადგეს ისრაელის ხალხისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ხალხისთვის და შემდეგ იმ არაბულ და მუსლიმურ ქვეყნებისთვისაც, რომელთა აბრაამის შეთანხმებებში ჩართვაც მას სურს. მას სურს შევიდეს ამ არჩევნებში, მას შემდეგ რაც გააფართოებს ამ შეთანხმებებს, რათა დარჩეს მეხსიერებაში, როგორც მშვიდობის მყოფელი და არა როგორც ომის მომხრე. მოდით უფრო ღრმად დავაკვირდეთ, რა შეიძლება მოხდეს არჩევნების თვალსაზრისით. ყველაზე გვიან ეს შეიძლება ოქტომბრის ბოლოს გაიმართოს. როგორ ფიქრობთ, როგორ განვითარდება მოვლენები? ხედავთ ახალი მთავრობის ფორმირებას? ეხლა ჩვენ უსმენთ იმას, რასაც პოლიტიკოსები ამბობენ მაშინ, როცა ფიქრობენ, რომ არავინ უსმენს მათ. თუ გვინდა გავიგოთ, რას ფიქრობენ ისინი სინამდვილეში და ასე გადი აიზენკოტი გამოიჭირეს იმაში, რომ თქვა, საჭიროა პარტია, რომელიც მნიშვნელოვნად დიდი იქნება ვიდრე ლიკუდი. ამან ისე გამოიყვანა თითქოს ბოლო დღეებში, როცა ლიბერმანთან ერთად მიანიშნებდნენ, რომ ეს ორი პარტია შეიძლება გაერთიანებულიყო. ეხლა ეს აღარ ჩანს ისეთი შესაძლებელი. როგორც ჩანს, შეიძლება ის შეუერთდეს ბიაკადის პარტიას, რომელიც ბენეტისა და ლაპიდის გაერთიანებაა და სცადოს მნიშვნელოვანი გამოწვევა შეუქმნას ნეთანიაჰუს. შემდეგ ნეთანიაჰუ მოიყვანს თავის მოკავშირეებს და ჩვენ გვექნება რეალურად ბენეტსა და ნეთანიაჰუს შორის დაპირისპირება. გამოკითხვებში როგორ დგას ახლა ბენიამინ ნეთანიაჰუ? თუ მართალი ხართ როგორც აღწერთ, საბოლოოდ ეს იქნება შეჯიბრი ნაფტალი ბენეტთან. რამდენად პოპულარულია ის ახლა ბენიამინ ნეთანიაჰუ პირველ რიგში? თუ გავითვალისწინებთ, სად იყო ის 7 ოქტომბრის შემდეგ, სასწაულია რომ ამდენ ხანს გაძლო, რომ რეიტინგები აჩვენებს მას ნაფტალი ბენეტთან თანაბარ მდგომარეობაში. და ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, რა მოხდება მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში. იქნება თუ არა არჩევნების დღის წესრიგი ისეთი რამ, რაც ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის სასარგებლოა. მაგალითად, არაბულ ქვეყნებთან მშვიდობის დამყარება და მისი სამხედრო წარმატებები, თუ ეს იქნება მისი მარცხის შესახებ 7 ოქტომბრამდე და 7 ოქტომბერს. ბენიამინ ნეთანიაჰუ თითქოს აღიარებდა გარკვეულ დონეზე პასუხისგებლობას ბოლო ინტერვიუებში. იყო დანცდა, რომ ყველა იყო დამნაშავე. ყველას ჰქონდა რაღაც წილი ბრალი. ეს არ იყო პირდაპირ ციტატა, მაგრამ ასე იყო მინიშნებული, ასე ვთქვათ. ფიქრობთ, რომ ის სტრატეგიის შეცვლისკენ მიდის. ეს არჩევნები შესაძლოა სწორედ ოქტომბერში გაიმართოს. 7 ოქტომბერი ბევრ ადამიანს მთელი ქვეყნის მასშტაბით უპირველესად გაახსენდება, როცა ისინი ხმას მისცემენ. თუ მას რაიმე ბრალის აღება სურს, ხვალვე შეუძლია საგამოძიებო კომისიის შექმნა. ჩვენ ნახავთ, რას გააკეთებს კნესეთი იმ ძალიან მოკლე დროში, რაც მას დარჩა. ისინი მიიღებენ კანონ პროექტს გენერალური პროკურორის წინააღმდეგ. ისინი მიიღებენ კანონ პროექტს მედიის წინააღმდეგ. ისინი შეიძლება შეეცადონ იეშივას სტუდენტების გათვევას. შეიძლება შეეცადონ შექმნან საგამოძიებო კომისია 7 ოქტომბრის შესახებ, მაგრამ ასე არ ჩანს, რომ ეს არის მათი მთავარი პრიორიტეტები.
მაშ, რა არის მთავარი პრიორიტეტები? მთავარი პრიორიტეტია ნეთანიაჰუს მხარდამჭერთა ბაზის გამყარება. და თუ ამ ბაზას არ მოსწონს სამართლებრივი ისტაბლიშმენტი, მაშინ მას არც მედია მოსწონს. მაშინ ისინი გახდებიან კანონმდებლობის სამიზნედ, სანამ კნესეთი თვითონ დაიშლება. გილი, ხალხი არჩევნებზე მიდის. რა იქნება უმთავრესი საკითხი უმეტესობისთვის? როგორც ჩანს, ეს იქნება უსაფრთხოება. ბევრი ადამიანი ძალიან უკმაყოფილოა გაწვევის გამონაკლისებით. ესეც შეიძლება იყოს უმთავრესი საკითხი. რა არის ის საკითხები, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია ისრაელის ამომრჩევლებისთვის, როდესაც ისინი ხმას აძლევენ თქვენი აზრით? ეს არის ის, რაც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად აღიზიანებთ. შეიძლება ყველაზე მეტად აღიზიანებდეთ ულტრაორთოდოქსების არმსახურება. შეიძლება ყველაზე მეტად აღიზიანებდეთ მათი მეგობრებისა და ოჯახის წევრების 7 ოქტომბერს მკვლელობა. ან შეიძლება ყველაზე მეტად აღიზიანებდეთ მსოფლიოზე, რომელიც ისრაელზე ზეწოლას ახდენს და ფიქრობდნენ, რომ ნეთანიაჰუ სჭირდებათ, რათა ეს ზეწოლა თავიდან აიცილონ. და შეიძლება ყველაზე მეტად აღიზიანებდეთ არაბულ ქვეყნებზე, რომლებიც ამ ომს კვლავ აგრძელებენ და ფიქრობდნენ, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით ნეთანიაჰუ სჭირდებათ. მის გამოც უკვე 30 წელია მას აძლევენ ხმას. ეს არის ის, რასაც არჩევნების დღეს გავიგებთ. იქნება ეს 27 ოქტომბერს, თუ ცოტა უფრო ადრე. ჩვენ დაველოდებით, როგორ განვითარდება ყველაფერი, თქვენი დიდი გამოცდილების გათვალისწინებით მედიის სფეროში. ბოლოს მინდა თქვენი აზრი ბენიამინ ნეთანიაჰუს კომენტარზე, რომელმაც თქვა, რომ ისრაელმა პროპაგანდის ომში კარგად ვერ ივარგა. არ ფიქრობ, რომ ბევრს ექნება ამ აზრის წინააღმდეგობა. მან დაადანაშაულა სოციალური მედიის დეზინფორმაცია. რატომ ვერ ახერხებს ისრაელი ამის კონტროლს? იმ ინტელექტუალური რესურსის გათვალისწინებით, რაც ქვეყანაში არსებობს, რატომ ვერ ახერხებენ ისინი მედიის ყურადღების ცენტრში ნარატივების ომთან გამკლავებას? საინტერესო იყო, რომ მან ამაში თავი არ დაადანაშაულა. ის უკვე გარკვეული დროა პრემიერ-მინისტრია და 7 ოქტომბერს მას არ ყავდა უცხოურ მედიასთან მომუშავე პრესსპიკერი. მან ბოტები დაადანაშაულა. და მართალია, რომ პასუხისგებლობა ბევრ ადამიანს ეკისრება. მე ამ თემაზე წიგნს ვწერ ამჟამად, მაგრამ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. მან ბოლოს და ბოლოს დანიშნა ეროვნული საჯარო დიპლომატიის დირექტორატის ხელმძღვანელად ციპი ჰოტოველი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი, რომელიც ძალიან კომპეტენტურია. ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი. ნამდვილად ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი. ასე რომ, მადლობას გიხდით თქვენს შეხედულებებისთვის. გილ ჰოფმანი, მადლობა სტუდიაში ყოფნისთვის ჩვენს გადაცემაში. მომდევნო რამდენიმე თვე ძალიან საინტერესო იქნება, ველოდებით ზუსტად როდის ჩატარდება ეს არჩევნები და როგორ განვითარდება ყველაფერი.